მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი ხმა გესმით? დიახ. ძალიან კარგი. მე მგონი ვინც მოახერხა შემოერთება ყველანი აქ, ძალიან ბევრმა მომწერა, რომ ამ დროს ჩვენ სკოლაში ვართ და ვერ მოვახერხებთო და ალბათ მერე ვიდეო ჩანაწერს ნახავთ. მიხარია, რომ ძალიან აქტიურობთ, ძალიან კარგად მიდის ჩვენი პროექტი და დღეს გვაქვს მორიგი დაგეგმილი ეს Skype ჩართვა, რომლითაც გაგაცნობთ მოკლედ სტატისტიკას თუ რა მდგომარეობაა ჩვენს პროექტში. გაგცემთ იმ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს, რაც მე მომდიოდა ხოლმე და დიმა გასწავლით სვეში მუშაობას, რადგან ძალიან ბევრი მწერთ, რომ ვერ ახერხებთ ამ სვეში პრეზენტაციების აწყობას და ჩვენი ერთ-ერთი მოკლედ მიზანი ის არის, რომ Microsoft-ის პროგრამებში მუშაობა ვისწავლოთ და მიზნობრივი გამოყენება შევძლოთ გაგაცნობებზე, ამიტომ დღევანდელ Skype ჩართვაში დიმა გაგაცნობთ აი ამ შესანიშნავ ინსტრუმენტს. და ასევე შესაძლებლობა გექნებათ თუ არ ვწდებით, რომ ბატონ შოთასაც დავუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები. არაფერია, დიმა იწერებიან, რომ ხმა არის მისო, სურათს ვედავო. არ ვიცი რა შეასაკ. კაი, მე ძალიან კარგად ისმის. სახელმწიფო შემოსვლა მაშინ. მოკლედ ვისთანაც არაფერი ისმის და არც ვიდეო ჩანს, გაათიშეთ და ხელახლა შემოვერთდით გმულს. მოკლედ თავდაპირველად იცით, რომ ჩვენს ქსელურ პროექტში იყო ჩართული 101 სკოლა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო შემდგომ 4 მასწავლებელმა თქვა უარი პროექტში მუშაობაზე და ამჟამად პროექტზე მუშაობს 97 სკოლა. თქვენ იცით, რომ OneNote მე დავამატე დაპაროლებული გვერდი, პირველი შუალედური შეფასება, რომელიც დაპირებისამებრ არ გავხსენი, იმიტომ რომ გადავწყვიტე, რომ ასე უკეთესია და როდესაც თქვენ შეაფასებთ ამ დეკემბრის დავალება ერთ-ერთი ის იქნება, რომ თქვენც უნდა შეაფასოთ სამი პროექტი, აი ამ შეფასებისა და ჩემი შეფასების საფუძველზე გაიხსნება ის გვერდი და შემდეგ უკვე ყველა მასწავლებელს გექნებათ საშუალება ნახოთ აი ამ გვერდის შიგ-თავს ჩანაცვლს. მოკლედ აი ამ 97 სკოლიდან 36 მასწავლებელს არ ჰქონდა შესრულებული პირველი ეტაპის დავალება, თუმცა 76-დან რამოდენიმე მომწერა დაახლოებით 10-მა, რომ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოახერხეს და აუცილებლად ატვირთავენ ყველა დავალებას და აი 61 მასწავლებელს უკვე აქვს წარმოდგენილი ამ ეტაპზე დავალება და ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება ასე იყო, რომ ამ ეტაპზე მასწავლებლებს არ შეგიჩერდებათ არავის წვდომა საერთო OneNote-ზე და თვის ბოლომდე გექნებათ ვადა, რომ ნოემბრის დავალებაც წარმოადგინოთ და დეკემბრის დავალებებიც. ძალიან დიდი მადლობა. დეკემბრის დავალებები კი ასეთი. 20 დეკემბრამდე თქვენ უნდა შეასრულოთ კონკრეტული დავალებები თქვენი სამოქმედო გეგმისა და კლასის თემის შესაბამისად. ანუ რაც გაქვთ გეგმით გაწერილი, რაც უნდა გააკეთოთ თქვენი კლასის თემიდან გამომდინარე, აკეთებთ, ანუ იწყებთ აი ამ დეკემბერში უკვე კონკრეტული დავალებების აქტივობების განხორციელებას, არც ეს იქნება კითხვა, ილუსტრაციები, ნახატები, პრეზენტაციები, ну თქვენ რაც გიწერიათ გეგმაში, იმის გაკეთებას იწყებთ. 20 დეკემბერს ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ. 20 დეკემბერს უკვე აი ეს ყველაფერი რაც აქამდე 20 დეკემბრამდე გააკეთეთ, უნდა მოახდინოთ დოკუმენტირება OneNote-ში. 22 დეკემბერს ყველა მასწავლებელი აფასებს სამ პროექტს.
ორი პროექტი უნდა შეაფასოთ თქვენი რიგითი ნომრის ზემოთ და ქვემოთ არსებული სკოლები უნდა აირჩიოთ კი არა სავალდებულო რომ თქვენი რიგითი ნომრის ზემოთ და ქვემოთ მდებარე სკოლები შეაფასოთ და ერთიც საკუთარი არჩევანით აირჩიოთ რომელიც გნებავთ და ის სკოლის პროექტი შეაფასოთ. შეფასებაში რა იგულისხმება? თქვენ გექნებათ საშუალება რომ შეავსოთ სპეციალური ფორმა, ძალიან მარტივია, აქ არაფერი არ არის რთული და ისეთი რაღაცა ძნელად შესასრულებელი სამუშაო. გამზადებული ფორმა გექნებათ და ამ ფორმაში რა მონაცემებიც არის შევსებული, ან კი ის დაწერთ თან არას. იმის შემდეგ რაც ნახავთ კონკრეტულ პროექტში არის თუ არა ესათვის დავალება. და ამ უკავშირის ანალიზის შედეგად იმ მასწავლებლებს, რომლებსაც არ ექნებათ შესრულებული დავალება, ეძლევათ დამატებით 3 დღე, 25 დეკემბრამდე. თუ შეასრულებენ და გამოგზავნიან 25 დეკემბრამდე ამ დავალებას, ხო რა კარგი. თუ არა, გაეთაშებათ წვდომა აი ამ საერთო ბლოკნოტზე, ვანოუტზე და დაკარგავენ შანსს შემაჯამებელ კონფერენციაზე დასწრების. აქ უკვე არანაირი აი ამ 3 დღის შემდეგ თქვენ გაითვალისწინოთ, არანაირი დამატებითი დრო არ მოგეცემათ და ყოველგვარი ძალიან დიდი წუხილით, მაგრამ ყოველგვარი არ ვიცი დამატებითი შანსი და დროის გარეშე გაგეთიშებათ აი ეს წვდომა. და ამავე თვეში 25 დეკემბერს დაგეგმილია მორიგი Skype შეხვედრა. როგორ ივსება შეფასების ფორმა? ყველა შეავსებთ წინასწარ შედგენილი შეფასების ფორმას, სადაც ჩაწერთ თქვენ სახელსა და გვარს, შესაფასებელი სკოლების რიგით ნომერს და დააფიქსირებთ შესრულებული დავალებების არსებობას სამივე სკოლას საცითაოდ. აი ამ თქვენ გევალებათ რომ შეამოწმოთ, არის თუ არა OneNote-ში წარმოდგენილი კლასის წარდგენა, პროექტის გეგმა და მუშაობის ამსახველი მასალა. აი დაახლოებით ასეთია ის ფორმა, რომლის შევსებაც მოგიწევთ. აი აქ ჩაწერთ პირველ გრაფაში თქვენ სახელსა და გვარს, შემდეგ უკვე იმ სკოლის რიგით ნომერს აი ამ OneNote-ში და სკოლის დასახელებას. უпростоრთ მეორე გრაფაში წერთ თქვენ სკოლას, რომელ სკოლაში ასწავლეთ და თქვენი რიგით ნომერი რომელია OneNote-ში და შემდეგ გრაფაში წერთ პირველ შესაძლებელი სკოლის ნომერსა და დასახელებას. და შემდეგ როგორც ხედავთ, აი არის კლასის წარდგენა, ანუ არის თუ არა ამოწმებთ. ხედავთ რა ერთ გადიდებულ სკრინზე მაქვს უფრო კარგად ნაჩვენები. ისას დააწყაპუნებთ, ჩამოიშლება პასუხი. დიახ, არა, თქვენ უბრალოდ მონიშნავთ თუ წარმოდგენილია კლასის წარდგენა, ესე იგი აწყაპუნებთ დიახს. წინააღმდეგ შემთხვევაში აწყაპუნებთ არაზე. ასევე შემდეგ გამოწმებთ არის თუ არა პროექტის გეგმა და იგივე მოქმედებას აკეთებთ და მუშაობის ამსხველი მასალაც წარმოდგენილია თუ არა. ასე აკეთებთ საცითაო სკოლაზე, იმ სამ სკოლაზე, რომელიც თქვენ გაქვთ შესაფასებელი, ვფიქრობ არაფერი რთული აქ არ არის და არც ბევრ დროს არ წაგართმევთ. ეხლა იმ კითხვებს, რომელიც ძალიან ხშირად მეორდება და მიწევს მოკლედ დაუსრულებლად აი ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. პროექტით გათვალისწინებულ თემას რამდენი გაკვეთილი უნდა დაუთმოს მასწავლებელმა, შეზღუდულია თუ არა მასწავლებელი დროში. აი ეს ყველაფერი თქვენ რაც დაგეგმილი გაქვთ, უნდა განახორციელოთ აი ამ პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, ანუ არ უნდა გადავაცილოთ პროექტის დასასრულისთვის, თქვენ ეს პროექტი დასრულებული უნდა ქონდეს. სხვა მხრივ, თქვენ როგორ გაანაწილებთ ამ აქტივობებს დროში, ამაში შეზღუდული არ ხართ. უბრალოდ უნდა ჩაეტიოთ აი ამ 4 თვეში, რომელი 4 თვეც დათმობილი აქვს პროექტს. როდის უნდა ავტვირთოთ OneNote-ში კლასში ტექსტზე მუშაობის ამსხველი მასალები და მოსწავლეთა ნამუშევრები. როგორც გითხარით, უნდა დაიწყოთ ამ თვეში, შეგიძლიათ ხვალიდანვე და 20 დეკემბრამდე რაღაც ეტაპობრივად ატვირთული უნდა
გქონდეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 20 დეკემბრისთვის პროექტზე მუშაობა თქვენ უნდა დასრულებული გქონდეთ. რასაც აკეთებთ იმ დროში გაწერილი გეგმის მიხედვით, ეტაპობრივად ტვირთა და დოკუმენტირებას ახდენთ OneNote-ში. საჭიროა თუ არა შერჩეული აქტივობის მოსწავლეთა უნარებზე მორგება. რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა აქტივობას იმის მიხედვით არჩევთ, რასაც აძლევენ ბავშვები და რასაც აკეთებენ შესწავლებს. ანუ რაღაც არარეალური მათ არ უნდა მოხდეს. და ყველაზე აქტუალური თემა და კითხვა ამ ბოლო დროს შესაძლებელია თუ არა წაშლილი გვერდის ან მასალის აღდგენა OneNote-ში. მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია, ოღონდ ზუსტად არ ვიცი ეს ონლაინ რეჟიმში შეიძლება თუ არა, მაგრამ ოფლაინ რეჟიმში კომპიუტერს სასტარტო პაკეტში რაც შედის OneNote, იქიდან სრულიად ადვილად და შესაძლებელია ამისი გაკეთება. გახსნით აი ამ ოფლაინ რეჟიმს, სულაც როგორც არის ნაჩვენები, ნახავთ ისტორიებს და იქ არის გვერდის ვერსიები და სანადო 5-იც არის გვერდი და იმ გვერდის ვერსიებიდან ნახავთ ყველა იმ ვერსიას, რომელიც კი ამ გვერდზე იყო და რა მასალაც აქიდო, შემდეგ აი მარჯვენა კუთხეში შემოხაზულში ნახავთ, რამდენი ვერსია აი ამ ჩემი გვერდის ეთყობა მასწავლებლები ძალიან ბევრს ვცდილობდით ჩემი გეგმის დაკოპირებას, ფორმის დაკოპირებას, შიგ-თავს არ გულისხმობ ფორმის დაკოპირებას და მომიწია მე დავკარგე ჩემი გეგმა და მომიწია აი ასე აღდგენა ამ გეგმის. ანუ სრულიად შესაძლებელია რომ აღადგინოთ ის კარგული გვერდი, წაშლილი გვერდი და მასალა, რაც თქვენს OneNote-ში იყო. აი ეს იყო სულ, რაც მე მინდოდა რომ მეთქვა თქვენთვის. იმედია ყველა კითხვას, რაც ამ დრომდე მე მქონდა, გავეცი პასუხი. თქვენ ბოლოში კითხვებით დასმის საშუალება გექნებათ ისე და მოიფიქრეთ მანამდე რა გაინტერესებთ კიდევ და შევეცდები რომ ყველა კითხვაზე გაგცეთ პასუხი. ბატონი შოთაც აქ ყოფილა, ახლა ვნახე. ბატონო შოთა, გამარჯობა, მიხარია რომ ჩვენთან ხართ და მგონი უკითხვებოთ არ გაგიშვებენ ჩართვის ბოლოს. ახლა მოდით იმას დავუთმოთ მოკლედ საპრეზენტაციო ეკრანი და მოვუსმინოთ მის საინტერესო გაკვეთით. უცებ დაგარკვევთ ყველაფერს. ერთი წუთით მოვიწვით შოთა მუსოძე. სამწუხაროდ ყველას ხარდაჭერა გამოხატო ამ პროექტის მიმართ და გისურვებთ ყველას წარმატებას და თუ რაღაც კონკრეტული კითხვები გექნებათ, იქნებ რუსად დააგროვოთ და მერე რო გავცეთ პასუხი თუ არის შესაძლებელი. კი ბატონო. კარგი. გასვლა მიწევს. კარგი ბატონო. ჩავთავ. დაგენახოთ. აღარ შეგიშლით ხელს და მასწავლებელს უსურვებთ წარმატებას. მადლობთ. გაიხარეთ. დღეს მე ვისაუბრებ ზე, ჩემს ეკრანს გავაზიარებ. ხო, ხამლის სკოლას ვერაფერი ვერ უშუალო სამწუხაროდ, ანუ ხმა არის მის და არ ვიცი რა შევთავაზო. გადატვირთეს როგორც ჩანს, მაგრამ მაინც არაფერი ეშვერათ. ჩვეულებრივად ესმის მათი კომპიუტერის ბრალია ეთყობა. ხო, იმიტომ რომ მარტო მაქვს სკოლა იწერება, რომ პრობლემაა. აი შოთაც ერთ იქნებ თამამი. გადავხოთ ფანჯარას ამ ჩეთს ხარ დავინახავ. ბატონო, ყველასთან ჩანს ჩემი გაზიარებული ეკრანი.
კი. ჩეთში პლუსები დამიწერეთ უცებ ძალიან სწრაფად რომ მე ნახე რომ ფოტოსთან გაზიარდა. კი ბატონო, კარგით. ეს არის სირო პროექტის იძლევა ძალიან მარტივად ონლაინ პრეზენტაციები უკაცრავად ქალბატონი რუსას ხმა უკეთესად ისმოდა და იქნებ გაასწოროთ. ეხლა თქვენი ხმა არის მის კარგად ხარვეზები აქვს. შრიალი. აბა ეს ამით მაშინ ხო, ну სამწუხაროდ ახლა ინტერნეტი მაქვს, წესით კარგი. კარგით. ვეცდები ცოტა ნელა ვისაუბრო რომ ჩემი ხმა არ გაწყდეს. კარგით. ბოდიში. ხო, კარგი. ანუ ესე იგი ანუ ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისათვის რომ შექმნათ ინტერაქტიული პრეზენტაციები, ჩააშენოთ სხვა ვიზუალური ელემენტი სლაიდებზე და შემდეგ ძალიან მარტივად გავაზიაროთ ეს პრეზენტაცია ონლაინში, ჩავაშენოთ სხვადასხვა ინსტრუმენტებში და ასე შემდეგ. ანუ იმისათვის რომ გამოვიყენოთ რესურსი, მიგონებრივია ჩვენს კომპიუტერში ბრაუზერში ნავკრებოთ მისამართი sway.com ამ შემთხვევაში მოაკრეფილი როგორც თქვენ ხედავთ და შემდეგ გავხსნათ ავტორიზაცია, რისთვისაც საინტერესო შედარებით კაპებით შევხოთ თქვენი აკაუნტი. ну შესაბამისად თქვენ გამოიყენებთ ანუ უფასო აკაუნტი და რეგისტრირდებით sway-ზე Microsoft და ამ აკაუნტში და იქნება თუ რამე კითხვები იქნება რაც უშუალოდ ჩემ პრეზენტაციას ეხება რამე ესეთი გავცი ეს რო უყურებ და მაშინ ხოდო კითხვები გაიხსნათ Sway სამუშაო სივრცე. თქვენ ხედავთ ეს არის ძალიან კარგი საცავი. ერთი წამით ბოდიში. კაი. კაცრავად ვერ გავთვალე, ლეპტოპი მიჩნდებოდა და საკუთრაზე გადმოვეცი. კარგი, ანუ გავაგრძელებთ ჩემს პრეზენტაციას. ესე იგი, გაიხსნა Sway-ის სამუშაო სივრცე. ეს არის ანუ ონლაინ პრეზენტაციების ძალიან დიდი საცავი. ყველა ვინც ქმნის ამ პრეზენტაციებს, ანუ ყველაფერი ასე ვთქვათ, თავმოყრილია ამ Sway-ის სივრცეში. ეს შეგიძლიათ გააზიაროთ ძალიან ბევრი
საინტერესო პრეზენტაცია ნახოთ და შემდეგში გამოიყენოთ თქვენ სასწავლო პროცესში, თუმცა თავისთავად შეგვიძლია შექმნათ ჩვენი საკუთარი პრეზენტაცია. დღესვისაც ვაწყაბებთ ზედა მარცხენა კუთხეში Relax Create New. დავაწყაბებთ. კი ბატონო, აი გამოვიდა სამუშაო სივრცე. სულ ორი ნაწილისგან შედგება, ანუ ცენტრალური ნაწილი არის სლაიდების ნაწილი, სადაც დაახლოებით PowerPoint-ის მსგავსი ელემენტების ჩასმა ხდება, ხოლო მარცხენა მხარეს განლაგებულია ობიექტები, იმის მიხედვით თუ რისი ჩასმა გვინდა ჩვენს პრეზენტაციაში. ასევე განთავსებულია მენიუ, რითაც ჩვენ შემდეგ ჩავსვათ სხვადასხვა დამატებით ელემენტები. განვიხილოთ ჯობი ელემენტი. როგორც კი შევედით Sway-ში, ხედავთ რომ პირველი ამ სათაურის სლაიდი, ანუ Sway-ის გვერდია გამოჩენილი. ჩვენ შეგვიძლია დავასათაუროთ ეს Sway-ის გვერდი. ქართული შრიფტით შეგვიძლია ვიმუშაოთ, ბუნებრივია ინგლისურთან ერთად ამ სივრცეში. შეგვიძლია დავაფორმატოთ ტექსტი, რისთვისაც ვიყენებთ ფორმატის ორ ფუნქციას, ანუ მუქი შრიფტი და კურსივი. და ასევე შეგვიძლია პირველი, ანუ სათაურის სლაიდისთვის შევარჩიოთ ბექგრაუნდი, ფონი, დავაწყაბოთ. და განსხვავებით, ანუ ოფლაინ პროგრამებისა, იგივე PowerPoint-ისა, ონლაინ Sway-ის ან ონლაინ ინსტრუმენტის საშუალებას გვაძლევს, რომ სურათები, გრაფიკული ელემენტები დავძებნოთ პირდაპირ ინტერნეტში და არ მოგვიწიოს წინასწარი, თქვათ, ინტერნეტის მოძებნა ინტერნეტში, შემდეგ გადმოწერა კომპიუტერში და შემდეგ უკვე პრეზენტაციაში ჩასვლა. როგორც ხედავთ, ისევე როგორც გარკვეული ფონეტიკა ბიბლიოთეკა არის უკვე ჩაშენებული, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ძებნის ველი და იქ დავძებნოთ ჩვენთვის სასურველი სიტყვა. და შემდეგ დავაწყაბებ Add Relax. ბატონო, სურათის შერჩევის შემდეგ, ანუ დავუბრუნდებთ ისევ სლაიდ, მომნიშნავთ სლაიდ. და როგორც ხედავთ, ქვედა მარცხენა კუთხეში გამოჩნდა პლუს ღილაკი, რომელიც საშუალებას მაძლევს შევარჩიო სხვა ელემენტი, შემდეგი სლაიდი ჩემს პრეზენტაციაში. შვიდი ამ შემთხვევაში კომენტარი კომენტარი. აური შეიძლება იყოს. სადაც შემიძლია რაღაცა ჩავწერო ინფორმაცია, ჩავსვა შესაბამისი სურათი, ან კიდევ როგორც ალბათ მე შეიძლება პირველ შემთხვევაში აქაც შეგვიძლია ტექსტური სახით ჩავსვათ გარკვეული ბმული. ამისათვის ამ მოთხოვნებში მე ჩავსვათ ბმულს, დავაწყობ link Relax. გამოვაფიქრე რა, display text-ში ჩავწეროთ ტექსტი, რომელიც ვიზუალურად აისახება ჩვენს პრეზენტაციაში. ხოლო web link ჩავაკოპიროთ რაიმე web მისამართი. მე დავაკოპირებ ის მისამართი. ოკეი. და შეგვიძლია შევარჩიოთ სურათი, მოვნიშნე და შემდეგ ძიების ველში Office Mix-ის შესაბამის რაიმე განხორციელება. სურათი და მოვნიშნე. სურათიც გადაგიხადე. შემდეგ დავამატოთ შემდეგი ელემენტი. შემდეგი ელემენტი ეს უკვე არის ამ შემთხვევაში ტექსტური კარტი, ანუ ტექსტური პარათი. მოვნიშნავთ, გამოვაკეთოთ, სადაც შეგვიძლია ანუ ჩავწეროთ ნებისმიერი სახის ტექსტი, ნებისმიერი ზომისა, დავაფორმატოთ ის, დავამატოთ ბულეტები, ნუმერაცია, და კიდევ გავაკეთოთ ჩამონათვალი. გავაკეთოთ ჩამონათვალი, კიდევ დავამატოთ ტექსტში ბმულები.
განახორციელოთ რაიმე ტექსტი. Asta დაკოპირებული ეს ტექსტი და ისე შემდეგ ეს ტექსტი ჩავშევ. თუმცა მე ჩასმული კარდი ანუ ტექსტური სლაიდი არ მოგვეწონება, შეგვიძლია დავშალოთ ისაც დავაწყაბებთ select text cards text relax. ჩავამატოთ კიდევ ერთი ელემენტი. ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ დავამატოთ სურათი ჩვენ კარდებში დავაწყაბებთ სურათს. შევარჩიო შესაბამის გამოსახულებას და რამეს მოძებნით შესაბამისად ინტერნეტში. სამთართან მაშინ ასოცირებული სურათი მოძებნით. შემდეგ ანუ კარდების დასამატებლად გარდა იმ ჩამონათვლისა, რომელიც ქვედა მარჯვენა კუთხეში ანუ ჩდება პლუს დაწყაბების შემდეგ კიდევ გვაქვს ანუ ესეთი ღილაკი my device, რომელიც საშუალებას გვაძლევს უკვე ავტვირთოთ ნებისმიერი თქვა დოკუმენტი, ეს შეიძლება იყოს PDF ფაილი, საპრეზენტაციო პროგრამა, Word-ის დოკუმენტი ჩვენს კარდებში, ოღონდ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემთხვევაში თუ ჩვენ რაიმე Word-ის დოკუმენტს ავტვირთავთ, მაგალითად ეს დოკუმენტი 2-3 გვერდიანი დოკუმენტი იქნება. შესაბამისად ეს დოკუმენტი, ანუ ერთ კარტში კი არ განთავსდება, არამედ საკმაოდ ვთქვათ დიდ სივრცეს დაიკავებს ჩვენს ამ შემთხვევაში Sway-ში. და ანუ თვითონ კომპიუტერი ანუ ამ შემთხვევაში Sway ავტომატურად დახლიჩავს მას ნაწილებად და რამდენიმე კარდისგან შემდგარ ტექსტად აქცევს. და ეს შეიძლება ზოგჯერ ვთქვათ ჩვენთვის მისაღები იყოს, ზოგჯერ არა. ამიტომ ეს თქვენ თვითონ პრაქტიკულად მოარგოთ ხოლმე ესეთი სამუშაოები. მოდი ახლა ნუ ტექსტურის და განმარტების შემდეგ ვიზრუნოთ ვნახოთ თუ რა თავაზობს ეს ინსტრუმენტი, ანუ my device დავაწყაბებ. და შემდეგ ვთქვათ ავირჩევ რაიმე დოკუმენტს ჩემს კომპიუტერიდან. ეს შემორჩია რამე ფიქრობ. ამდენი მასალა შორის. ეს მოხოთ. როგორც ხედავთ, მინდერობს ატვირთვის პროცესი. და როგორც ხედავთ, ანუ ჩემს მიერ ატვირთული დოკუმენტი კომპიუტერმა ახლიჩა რამდენიმე ნაწილად. კომპიუტერმა რაღაც შემთხვევაში Sway-მ დახლიჩა რამდენიმე ნაწილად. ცალკე გამოყოფილები, რომელიც იყო იქ ჩაშენებული, ცალკე ის ტექსტები, რომლებიც ასევე იყო ამ შემთხვევაში აქ გამოყოფილი. შემდეგი რაც შეგვიძლია კიდევ ჩავსვათ კარდების სახით, ანუ ამისათვის card ჩანართი დაწყაბების შემდეგ, ანუ ხელმეორე დავაწყაბებ, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ჩავსვათ როგორც ვთქვით, ანუ სათაურების კარდები, ტექსტები, სურათები და ასევე ვიდეოები. ვიდეოების ჩასასწინებლად ასევე ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც add videos ღილაკში დაწყაბებით, როგორც უშუალოდ Sway-ის ბიბლიოთეკაში არსებული ვიდეოები, რომელსაც ჩვენ ნახავთ და აი ისინი ასეთ ვიდეოს სახით ვიდეოს შესაძლებლობით გამოიყურება, ასევე ჩვენ საშუალება გაქვთ რომ YouTube-დან დააკოპიროთ რომელიმე YouTube-ის ბმული
და შემდეგ მისამართის როლი საძიებო ველში ბოდიში საძიებო ველში ჩავაკოპიროთ ის გმული რომელიც YouTube-დან გვაქვს დაკოპირებული და სვეი მას ანუ მოგიძებნის კი ბატონო მოძებნა ეს ჩემი ვიდეო შემდეგ მოვნიშნავ ამ ვიდეოს და დავადგაფებ add relax და მოწე ჩემი ვიდეო ამ შემთხვევაში უკვე დაემატა სვეის საშუალება მაქვს ერთად გავუკეთო ნებისმიერი კომენტარი შემდეგი კარდები ასევე თქვენ საშუალება გაქვთ რომ Twitter-ის პოსტები ჩააშენოთ ну ამ ეტაპზე Twitter-ი ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია ხოდით ამის მეც არ ვიყენებ და ამის დემონსტრებას არ მოვახდენ აუდიო ფაილზე დაკავებით საშუალება გაქვთ რომ შეარჩიოთ აუდიო თქვენი კომპიუტერიდან ან ნებისმიერი MP3 ფორმატი ამ მაქვს იმას ბოდიში ერთამით ახლა ვიქავთო ნებისმიერი MP3 ფორმატის ვერა დაველი შესამისად მისაწვდოს შემდეგ ანუ იმისათვის რომ ну დაველოთ ამ შემთხვევაში აი თვითონ ახლა ახალ დაველებები პატივით ბოლოს ინსტრუქციას შემდეგი ინსტრუმენტი ეს არის embed კოდი embed კოდებთან ხალხისაც გქონიათ შეხება და გიმუშავიათ ეს არის ძალიან კარგი საშუალება რომ იცით გარკვეული ინსტრუმენტი ონლაინ ინსტრუმენტები მოახდინოთ გარკვეული ონლაინ ინსტრუმენტების ერთმანეთში ინტეგრირება. ამ შემთხვევაში მე მაგალითად იმისათვის გამოვიყენებ Padlet, ანუ ონლაინ საზიარო დაფას, ისაც გქონიათ შეხება და გიმუშავიათ. Padlet-ს გამოვიყენებ. და შემდეგ share ველიდან შესაბამისად დავაკოპირებ შესაბამის embed codes. დაბრუნდები სვეიში. embed codes. ჩვენი embed code ჩაკოპირებულია და ჩვენი Padlet-ი უნდა გაზიარდეს ვიზუალიზაციის დროს. ამ ეტაპზე შეცდომას მიწერს სამწუხაროდ ხარდაჭერა ესეც ქონდა საერთოდ პადლეტის პრობლემაა კი ბატონო აი ეს არის ის ძირითადი ელემენტები რაც შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ სპეისში ჩასვლის დროს ну აუდიოც ამ შემთხვევაში როგორც ჩანს დიდი ფაილი იყო და აკეთო და უბრალოდ ამოვშლი მაშინ ამ ელემენტებს რომ შემდეგ ვიზუალიზაციის დროს ну შეფერხებ ამ შეფერხება გამოიწვიოს ამ ელემენტები შემდეგი ელემენტი ეს არის დიზაინი ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ ვიზუალური მხარე სვეის ვიზუალური მხარე ერთ-ერთი შაბლონის არჩევით და layout ჩანართში შეგვიძლია შევარჩიოთ უკვე შემდეგ სვეის ჩვენების დროს ანუ ეს ვთქვათ ანიმაციის ეფექტი რაც გულისხმობს ამ შემთხვევაში რომ ჩვენი კარდების ანუ პირველი შაბლონი გულისხმობს ამ შემთხვევაში კარდების დამინდორობით ამოსვლას და სკროლვას მეორე შაბლონი გულისხმობს ანუ ჰორიზონტალურად და სკროლვას როგორც ხედავთ მარჯვენა მხრიდან ჩაინაცვლება კარდები ერთმანეთს ხოლო მესამე ელემენტი ეს არის ანუ კარდი ასე ვთქვათ ერთი კარდი ჩაანაცვლებს მეორეს ეს როგორც ანუ ეს მარტივად რომ ავხსნა PowerPoint-ში თქვენთვის ნაცნობი სლაიდების გადასვლის ეფექტი იქნება. თუმცა ერთ სლაიდის გამოჩენის შემდეგ მეორე ანაცვლებს უბრალოდ ამ სლაიდს.
ალბათ Space-ის და დამატებითი ეფექტური ვთქვათ ვიზუალიზაცია ის არის, რომ ანუ პირველი ან მეორე layout-ის შაბლონის გამოყენება, ანუ ლამაზად ვიზუალურად ხდის ჩვენს ანიმაცია slideshows. ნატო შევაჩიეთ layout-ები ამ შემთხვევაში და ვიზუალიზაციისათვის დავაწყაფოთ შემდეგ play Linux. და შევხედოთ ჩვენს ნამუშევარს. როგორც ხედავთ, ახლა ჩაერთო ჩვენი პრეზენტაცია პირველ სლაიდზე. შემდეგ ან თუ ძალიან კარგი ტუტორიალი გააჩნია უშუალოდ Waze და ის მუდმივად დავაზობთ გაკვეთილებს. მითხრათ დავსკროლოთ ჩვენი ლენტი, გადავიდეთ დავაწყაფოთ მარჯვენა ღილაკს, როგორც ხედავთ ჩაშენებული მული გვაქვს, ვიდეო გვაქვს ჩაშენებული, რაც დატკაპების შემდეგ ანუ ვიდეოს ჩავთავთ, ან მულზე დატკაპების შემდეგ ჩვენს გადავაყავზებ. გადავახსენებთ ამ მულზე. გამოვიდა შემდეგ ტექნიკური გამონათვალი, რომელიც მქონდა ჩაწერილი. სურათი გამოვიდა, როგორც ხედავთ, რომელიც ასე მქონდა ჩასმული. შემდეგ ის Word-ის დოკუმენტი, რომელიც მე ჩავსვიდა, თვითონ დაიჭრა ამ შემთხვევაში სხვადასხვა ფარგლებად. ანუ ამით ამ სწორად ჩემი სვეი დასრულდა. შემდეგ რედაქტირებისთვის ისევ ვაკეთებ ფანქარს და შემდეგ ეს რაც შეეხება ჩვენს სვეის. და ასევე რაც შეეხება ანუ კარდების მენიუს, თქვენ საშუალება გაქვთ, რომ რამდენიმე სურათის ჩასმის შემდეგ, თუ ერთდროულად ჩასმავთ სურათებს, გაერთიანოთ ისინი slideshow-ში. და ისინი ანუ თანმიმდევრობით კი არ ჩაინაცვლება ერთმანეთს, არამედ უფრო დამატებითი ეფექტით ანუ გადაიფუძლება ანუ ეს სურათები. მოდით ვცადოთ ახლა განვახორციელოთ ეს მოქმედებაც. დავამატოთ სურათი, პირდაპირ კომპიუტერიდან ავკითხავ სურათს. რამდენიმე სურათს ავკითხავ. ეს შეიძლება ესეთი სახალხო სურათები. slideshow-ზე დატკაპებით. შემდეგ გამოვიდა შემდეგი პანჯარა, სადაც მე უნდა დავაწყაფო slideshows და შევარჩიოთ სასურველი სურათები ინტერნეტიდან შეიძლება შევარჩიო. თუმცა მე შემიძლია რომ გავაერთიანო ისინი და გადაადგილებით, ანუ ის ჩემი ატვირთული სურათი ჩავაგდო slideshows პანჯარაში. ანუ კიდევ ავტვირთავ სურათს. და ამ სურათსაც შესაბამისად ისევ slideshow-ში შესაბამის ტექსტურ ესე ვთქვათ ქართში ჩავაგდებ. და როგორც ხედავთ, ანუ მარტივად მოვახდენ ანუ slideshow-ს და შემდეგ თქვენ დამატების მერე გამოვიდა სურათების დამატება device-დან შემოთავაზა slideshow. ეხლა მოდით შევხედოთ რა განსხვავება ვნახოთ. როგორც ხედავთ, ანუ slideshow დავსკროლოთ. როგორც ხედავთ, აი slideshow-ს შემთხვევაში ხდება უკვე სურათების გადაფუცვა. და შესაბამისად მრავალი რაოდენობის სურათების ჩასმის შემდეგ უფრო ფართოდ ხდება გადაიფუცლება ეს სურათები. და დასრულების შემდეგ თავისთავად დაგვრჩა ანუ სვეის განვითარება, რისთვისაც ვაწყაპებთ share ღილაკს. შემდეგ გამოვიდა შესაბამისად გაზიარების მული, დავაკოპირებთ და ამ შემთხვევაში თქვენ მას ჩააშენებთ უკვე თქვენს OneNote page-ზე, სადაც თქვენ პროექტზე მუშაობთ. ну შეგიძლიათ ახლა ამ შემთხვევაში embed codes მათ თქვენ OneNote-ში ვერ გამოიყენებთ, თუმცა გაზიარების დროს სვეი გთავაზობთ ასევე embed code-ის გამოყენებასაც. ბატონო, მადლობა ყურადღებისათვის, სულ ეს იყო ჩვენი სვეი. როგორც online პრეზენტაციის შექმნა ძალიან კარგი ინსტრუმენტი. კითხები თუ გაქვთ რაიმე? ძალიან დიდი მადლობა. ნუ ხელახლა ვნახავთ და დეტალურად უფრო კარგად გავეცნობით იმედია.
კი, ანუ ჩანაწერს. ჩანაწერს დავდებ და კი საშუალო გიქნებათ რომ დიახ. ხელახლა ავტორიზაცია არ ჭირდება ალბათ ვინც Microsoft-ის ისა ვართ ხო დარეგისტრირებული ვართ. არა, უბრალოდ თვითონ უშუალოდ Sway-ზე უნდა დარეგისტრირდეთ თქვენ. დიახ, უნდა დავრეგისტრირდეთ ხელახლა? კარგი. კი, უბრალოდ ამ აკაუნტს გამოიყენეთ. ანუ აი როგორც მაგალითად Google-ის აკაუნტით ხომ მქონიათ შეხება რომ რეგისტრირდეთ საიტზე, დამოწება ხოლმე აი მსგავსად. უბრალოდ ავტორიზაცია. მადლობთ. რუსარამე სხვა დავუმატებ შენა. აქ ერთი ასეთი კითხვა იყო. PowerPoint-ში მოსწავლების ნამუშევრები თუ აიტვირთებაო და რომ სამოპასუხა კი იტვირთებაო და ეგ როგორ შეიძლება დინმა გავაკეთო? აი my device რომ დავაწყაპე. კი ბატონო, აი გავაზიარებ ხლავე ახლიდან მაშინ. Word-ის დოკუმენტი რომ ავტვირთე. გავიმეორებ. შეგიძლიათ PowerPoint-ის slide პრეზენტაციის აფეთქებას. აი და მთელ პრეზენტაციას ატვირთავს ანუ, ხო? კი, აი ახლა მაშინ ავტვირთე. აი გაზიარდა, ხო? გაზიარდა ჩემი ეკრანი. არა ჯერ არა. ხო, კაი. Login režimში. გაზიარდა? კი, გაზიარდა. აი როგორც ხედავთ, ანუ ახალი კარდის დამატების დროს, აი my device ხილაკი რომ არის დაბლა. აი. აქ რომ დავაწყապებ, შესაბამისად უბრალოდ ეხლა ეს კოდს გადავალ და შევარჩევ შესაბამისად პრეზენტაციას, პრეზენტაციო ფაილს. და შევარჩევ უსაც პრეზენტაციას, რომელიც თქვათ ეს გაგიზიაროთ. დავილოდებით ადვირთვას. და რა რეჟიმში გვაჩვენებს ესეც რომ ნახოთ ვარენდინო. კი, აი დაველოდოთ ეხლავე და კი, ამას გაჩვენებ პრეზენტაციას გავაკეთებ. აი დააკვირდით, ანუ სლაიდები გაყო, ანუ ეს ვთქვათ კარდების შემადგენელ ელემენტებად. და ეხლა ანუ play ამ შემთხვევაში გავაკეთებ. ანუ play რეჟიმში ვათვალიერებთ რა სახით გვექნება შემდეგ ჩვენი შემთხვევაში საბოლოო სახეა. როგორც ხედავთ, ხა გადაადგილება შეგვიძლია კარდებისა, ანუ თავ მაღლა ავიტანეს თავში ამ შემთხვევაში ჩვენი ეს ჩემს მიერ ჩასმული PowerPoint-ი რომ თავიდანვე გამოჩნდეს. Play-ს დავაწყაპებ ახლა რომ ჩაირთოს, დაველოდოთ ჩათვას. აი თავხურცელი ჩაირთო. და შემდეგ უკვე ნახეთ ის ჩემი ჩაშენებული პრეზენტაცია დაიწყო. ან ფონები ამ შემთხვევაში უკვე Sway-ში რა თემაც იყო შერჩეული, ის ფონი მოერგო. პრეზენტაციის ფონები არ გადმოდის, ასე ვთქვათ. რუსული მენიუ თუ აქვს Sway-ს? სამუშაო მენიუ. ის სამუშაო მენიუ ალბათ ეს ექნება, ნამდვილად რომ არ დაინტერესებია. აი რუსული არა, მაგრამ OneNote როგორც თქონდა ქართული ვერსია, ესეთი არაფერი გვაქვს. აი ხაინებით არ დაინტერესებულა მე და ნახია და ხა ინგლისურში რომ მუშაობ. შეგვიძლია ნახოთ. კი ბატონო. თუ ქართული იქნება უკეთესია კიდე. ახლა Sway-ში არ ვიცი, არ თუნდა შეხება. ნახოთ ნახავთ. ამ შემთხვევაში ეთიტუშოთ Sway-სთან დაკავშირებით არის კითხვები რომ გავიდეთ თავარ page-ზე. რაიმე ელემენტთან არის კიდევ შეკითხვა. გარდა იმისა რომ მე მიხარ დაჭერა ვნახოთ. კარგი, დიმა, თუ შეიძლება ზედა პანელზე რომ გვაქვს, აი ახლა ზუსტად სადაც ხარ Sway insert-ი ჩასმა კარდზე, აი ამაზეც გვესაუბრეთ. აი remix-ი როა ბოლოში ეგ რას აკეთებს? ზედა პანელზე რომ იყო. კაი, გამოვიდა ახლა შევა. ანუ როგორც ამ შემთხვევაში დიზაინში ვქი ფონებია, layout-ში იყო ის სამი ელემენტი, remix-ი, ეს ვთქვათ, ყოველ ჩვენებაზე თვითონ შემთხვევითი პრინციპით შეარჩევს ჩვენების რეჟიმს. ანუ ვთქვათ, თქვენ სტანდარტულად კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ სხვადასხვა ჩვენებაზე თვითონ გააკეთეთ კომბინაციას. ანუ რა შეცვლის? აი გადასვლა მაგალითად. აი აქ layout-ში ხო დიზაინს, ანუ უბრალოდ ბატონო? ანუ remix-ში შეცვლის
აი აქ რომ გვაქვს მარცხენა მხარეს დალაგებული ამის რიგითობა შეთვის ალბათ ურად როგორც დიახ, კი, ეგ არის ხო. კი. ეხლა თანმიმდევრობას ვერ შეცვლის, იმიტომ რომ ხა ეს სტრუქტურა თავისთავად თქვენ გაკეთებულია და თქვენ ეგ სტრუქტურა გჭირდებათ. იმ სტრუქტურის თანმიმდევრობას ეს ვერ შეცვლის, არ შეცვლის ისე, იმიტომ რომ მაშინ უკვე დაერღვევა თქვენი რაღაც გარკვეული თემატიკა. აი ამ აი პირველი რომ გვაქვს Sway-ის ხელმარცხნევის პატარა კუბიკები, იმის ჩამოსვლის დროს მე მგონი Microsoft ეს ამ შემთხვევაში გვაჩვენებს Microsoft თავარი მენიუა. ანუ ეს სერვისები, Microsoft-ის სერვისებია ამ შემთხვევაში და სერვისების მენიუ. ანუ აქედან შეგვიძლია გადასვლაც. კი, ეხლა მე თუ გვაქვს ან Office Mix-ში, ან სადმე ნამუშევარი, შეგვიძლია ისიც შევსვათ, ანუ ამ Sway-ში. ჩას მარხდება. ლინკი ასე თქვა. არა, მე ამ შემთხვევაში 365-ის აკაუნტით ავარ უბრალოდ შესული და უბრალოდ მე შემიძლია თქვა, ისე მუშაობის შემდეგ ახლა პირდაპირ გადავიდე PowerPoint-ში ონლაინში. ანუ ეს ელემენტები რაღაცნაირ კავშირში არ არის. უბრალოდ სხვა სივრცეში გადავინათ. გადასვლა. კი. აი მაგაზე გადავიდე. აი თქვათ აი თქვათ Office Mix-ში გვაქვს რაღაც გაკეთებული. ლინკი ჩვეულებრივ როგორც ლინკის ჩაგდება გითხარით, ისე ჩავარდება ლინკი, ხო? კი, დიახ, კი. ან მას კი. ანუ ან მასე ჩაჯდება, ან შეგიძლიათ, ხო, პირდაპირ როგორც ლინკებს ჩააშენებთ, ესე შეგიძლიათ ჩააშენოთ ტექსტებში. ან კარდებში. მადლობა. მადლობა დინა. ხო. ახლა შეგიძლიათ თადოთ ახლა თქვა. Office Mix-ში შევიდე და აქაც ჩავაშენოთ რამე. ანუ იქაური ლინკი ჩაშენდება პირდაპირ. ეს მიკროფონის შეჭი. სინდოდა. ექსპში შე. პრეზენტაცია. აი embed-ითაც embed კოდით ხო შეგვიძლია ჩავაშენოთ ანუ გაზიარების მაქსიმალური დონის მიცემ. რომ ჩემი embed-ი გამოჩნდეს. და embed-ად გვთავაზობდა ბუნებრივია. მოვიცე. დავაკოპირო. და გადავიდეთ ისეთში. გავხსენი არა უშედეგო თქვა შემთხვევაში. კარტებში შევალ, შემდეგ embed-ის შესაბამის კარტს გამოვიტან და აქ ვაკოპირეთ. აბოლოთ ახლა ჩაშენებას. უგუნდით ის შეარინგი ბოლომდე უნდა იყოს გაწეული ალბათ რომ ნახვა შესაძლებელი იყოს ხო იქ? დიახ, დავათ იმიტომ რომ გაბუნებრივია embed-ის დროს ავტორიზაციას არ მოგთხოვს და ვერ გავაკეთე, გამახორციელებთ მისის დროს, ამიტომ და ფლეში შევალთ. ნახოთ. ნახეთ. პირდაპირ ჩააშენა ეს პრეზენტაცია, ანუ აღარ დახლიჩა სლაიდებად, როგორც offline ვერსიაში პრეზენტაცია ავტვირთეთ და უფრო მარტივ, ანუ უბრალოდ კომპაქტურად გააკეთა. საინტერესო, კარგი იყო ეს ძალიან. კი, ასე შეგიძლიათ განახორციელოთ. მადლობა. უმჯობესია რომ ყველამ გააკეთოთ Microsoft-ს აკაუნტი. ერთი ეს ძალიან გიოლებთ ბევრ სერვისზე მუშაობას და მეორეც ამთვის ყოველს მიიღებთ დავალებას, რომელსაც უბრალოდ აუცილებელია Microsoft-ს აკაუნტის ქონა, იმიტომ რომ თქვენ ნატვირთოთ გაკვეთილი Microsoft-ის პორტალზე, საგანმანათლებლო პორტალზე. რუსა, ანუ ეს შემდეგ გვექნება ეს ალბათ იქ საჯარო რომ გახდეს ჩვენება იქ Microsoft-ის პორტალზე, Education School-ის მოხდა რუსა? კი.
იქ უნდა ატვირთოთ ყველა, ანუ ეს ყველა რაც იქამდე გექნებათ, ანუ დეკემბრის ბოლოს რაც მასალა გექნებათ უკვე, ის ერთი გაკვეთილად უნდა აკინძოთ, ასე ვთქვათ და დავდოთ Microsoft და იმ საგანმანათლებლო პორტალზე ერთ გაკვეთილად. არ შეგეშინდეთ, ამაშიც თქვენი ძალიან ჭკვიანი დიმა დაგვეხმარება და მეგზურობას გაგუწევს. და ყველაფერი ადვილად გამიკვდა. თუმცა იმედიც მაქვს და ეჭვიც მაქვს, რომ ბევრ თქვენგანს ერთი გაკვეთილი მაინც ატვირთული გაქვთ აი ამ პორტალზე. თუ არ გაქვთ, დაგითვალიერებიათ, ან გინახავთ მაინც. არაფერი რთული არ არის. Microsoft-ის აკაუნტის გარეშე უკაცრავად მაინც ვერ შევდიოდი OneNote-ზე. თავიდანვე მომთხოვა აკაუნტის გაკეთება. ძალიან კარგი. მე მგონი სხვებიც ასე იქნებიან. ხო, თუ გაკვეთილი ავტორი ნამდვილად არ ამიტვირთავს. როგორ? გაკვეთილი ჯერ არ ამიტვირთავს, სხვისი გაკვეთილები მინახავს ბევრი. და აი ავტვირთავთ და ნახეთ როგორი საინტერესო იქნება შემდეგ იქ მუშაობა. ეჭვი არ მეპარება ნამდვილად. სხვა რაიმე კითხვა ხომ არ გაქვთ? ამ ეტაპზე ახლა ამ წუთში არაფერი. გისმედით გულისხმურით და თუ რაიმე კითხვა იქნება, მოგწერთ დიდი ბოდიშის მოხდით. არა, საბოდიშო არაფერია, უნდა მოგწეროთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ ძალიან რომ დიდი ინტერესებით მადლობა. და ჩვენთან ახართ. ნუ მაშინ თუ აღარაფერი გაკითხავს, არც ჩემთან, არც დიმასთან და არც შოთასთვის გადასაცემი, მაშინ დავემშვიდობოთ ერთმანეთს. ნახვამდის მადლობა, დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ნახვამდის. კარგი. მადლობა იხარეთ. ნახვამდის.